სუგდიდში ახალი მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება და სავარაუდოდ 2 წელი გაგრძელდება. ახალი საავადმყოფო ბავშვთა და ახალშობილთა დახმარებას უზრუნველყოფს. პაციენტებს მაღალი კარდიოლოგიური სერვისები ჩაუტარდებათ და ინსულტების თანამედროვე აპარატურით მკურნალობა შეეძლებათ. სამედიცინო ცენტრში ასევე იქნება საერთო საცხოვრებელი, სადაც საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ახლობლები იცხოვრებენ. კლინიკა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობას მოემსახურება და აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტებსაც მიიღებს. ადაპტირებული იქნება ასევე სასწავლო აქტივობებისთვის. ამავე ტერიტორიაზე იქნება მარტივი ტიპის საერთო საცხოვრებელი, სასტუმროს ტიპის, სადაც იქნებიან სტუდენტები, რეზიდენტები. რაც შეეხება თვითონ მშენებლობას, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს. პროექტის განფასება დასრულდება და ზუსტი თანხა იქნება ცნობილი. დაახლოებითი თანხა ეს იქნება ალბათ 15-20 მილიონის კალიბრის, ასე ვთქვათ, ბიუჯეტი. ჩვენი სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით ჩაერთვება პროექტის მომზადების საკითხებში და შემდგომ უშუალოდ განახორციელებს მშენებლობის მენეჯმენტს, ის რაც ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმარებით ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ეს პროექტი შედგეს.